დღეშევ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ბოსტნეული, რომელიც გვეგონა რომ პირდაპირ მოგკლავდა, აღმოჩნდა რომ მათში ნიტრატების შემცველობა არ აღემატება აღნიშნულ ზღვას, არ მოგკლავს. სამსახურები მუშაობენ და მე სწორად ვარჩევ ამ. კარგი, მოდი ჩვენი სტუმრები გავაცნოთ მაყურებელს, ბატონი თენგიზკალაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, აგრეთვე ექიმი, ჰიგიენისტი, საზადოლიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი და ქალბატონი მადონა კოიძე, საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციიდან. მოკლედ, დღეს უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიყიდოთ, სად ვიყიდოთ, როგორ შევინახოთ, რაც თავარია ხილი ბოსტნეული ხორცი ასევე და თქვენ პირველი კითხვა, რას აკეთებს დღეს თქვენი სააგენტო, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო დაცულები, ზუსტად ვიცოდეთ რა ვჭამოთ და რა არა. მოგესალმებით. გამარჯობა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ზუსტად ამ მიზნებისთვის არის შექმნილი, რომ დავიცოთ მომხმარებლის ინტერესები, ანუ თუ რას მოიხმარს საზოგადოება საკვების სახით, ასევე ჩვენი სააგენტოს ფუნქციებია ვეტერინარული მიმართულება, საკმაოდ დიდი და მოცულობითი საქმეა და ასევე ფიტოსანიტარული კონტროლის განხორციელება. ზოგადად ამ მიმართულებით მუშაობთ, არის სახელმწიფო პროგრამები, რომლის განხორციელების შედეგადაც ჩვენ ვახდენთ პრევენციას, ანუ ჩვენ ვავლენთ დაუშვათ არაკეთილ ნიტრატების დიდ რაოდენობას, ბაქტერიების ცავსემდია. ერთი კომპონენტია დაუშვათ სურსათის, ანუ ვინც ამზადებს სურსათის პროდუქციას და ასევე ვისაც მოყავს, ანუ მათ კონტროლს ახორციელებს. ძალიან კარგი, ანუ დღეს საქართველოს სრულად მასშტაბურად კონტროლდება ყველაფერი, ხო? ჩვენ ყველა ღონეს ხმარობთ, რომ ეს პროცესი იყოს კონტროლირებადი და ჩვენს მეტ კონტროლს დაქვემდებარება. გადავრჩებით ესე იგი. გადავრჩებით აუცილებლად. ბატონ თენგიზ, აი ვიცით რომ აღინიშნა სოფლიო როგორ ერქვა დღეს ჯანდაცვის ორგანიზაცია სურსათის უნებლობის დღე და მივიღეთ აი ესეთი მნიშვნელოვანი მესიჯები ამ დღიდან. ეხლა ამოვიკითხავ მაყურებლისთვისაც რომ გახდეს ცნობილი. პირველი არის დაიცავით სისუფთავე, განაცალკევეთ უმი დამამზადებული საკვები, მოამზადეთ საკვები საფუძვლიანად, შეინახეთ საკვები უსაფრთხოდ, გამოიყენეთ უვნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული. გასაგებია თითქოს ყველამ ვიცით ეს მუხლები და თითქოს ასეც ვაკეთებ, მაგრამ ცოტა რთულია. აი მე რამოდენიმე შეკითხვა გამიჩნდა ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში შეინახეთ საკვები უსაფრთხოდ, რას ნიშნავს? აქ არის ძალიან მარტივი მესიჯები გაკეთებული ყველა მომხმარებლის საკითხი. ძალიან ბანალური მესიჯია, ასე მგონია რომ ყველა სახში სრულდება. ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მესიჯები და ეხლა კერძოდ როგორც ბატონმა ზაზამ აღნიშნა, რა თქმა უნდა სახელმწიფო ამოწევს ყველა მიმართულები და კონტროლი ტარდება და სახელმწიფოა ვალდებული სწორედ უზრუნველყოს, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი იყოს უნებელი. და ვაიდაც მოვტყუდით, მერე ქალბატონი მადოვანი დაგვიცავს. მაგრამ სახელმწიფო ოჯახებში ვერ შევა და ოჯახებში ვერ შევამოწევთ სამზარეულო სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობას, მასივაში განთავსებული პროდუქციის თანმიმდევრობას და სისტორეს. ამიტომ მოუწოდებ ჩვენ მომხმარებელს, რომ პირადი ჰიგიენა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ სამზარეულოს ჰიგიენა. ძალიან ცუდია რომ სწავლება გჭირდება მოკმოსახლეობას. ცუდი სიტუაცია და მე სტატისტიკას ვიტყვი გაცავად. ანუ ჩვენ წლის განმავლობაში ვაკეთებთ ანგარიშებს და შემდეგ ხდება ამის ანალიზი. საკვების მიერი მოწამლების გაცილებით მაღალი პროცენტი არის სწორედ მეორადი დაბინძურების შედეგი. ანუ ადამიანი აბინძურებს არაჰიგიენური პირობების გამო მზას აქვს. როგორ ადამიანებს ნუ დავაბრალეთ. ეხლა ბატონ თენგიზ, მაგალითად გამოიყენეთ უნებელი წყალი და სასურსათო ნედლეული. ნედლეული გამოიყენეთ უნებელი წყალი, მოდის ჩემონკანში წყალი და იმას ვსვავ და არა მაქვს მე საშუალება რომ ვიყიდო და წყალი. აქ რას მისჩევდით? სახელმწიფო ერევა და ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვიღებთ სასმელწყალს ორგანებიდან და ვამოწევთ ლაბორატორიაში. ანუ ის უკვე უნებელია, შემიძლია თავისუფლად დავიღოთ. ანუ სურათი როგორც ჩანს ძალიან ნათელი არის, არც ერთი ხილი და ბოსტნეული თქვათ არ შეიცავს მეტ ნიტრატს და წყალიც სუფთაა, რომელიც მოდის ჩვენ ონკაში. პრობლემა არ გვაქვს. მაინტერესებს, მე მოდით ქუჩებზეც მაინტერესებს უბრალოდ დავსვე შეკითხვა, იმიტომ რომ ძირითადად ბოსტნეული იყიდება ქუჩაში, იმიტომ რომ ეს გარემოვაჭრეები სარგებლობენ. სახელმწიფოს შეუძლია უბრალოდ გააკონტროლოს ქუჩაში გაყიდული პროდუქტი ან თუნდაც ქუჩის სისუფთავე. ეს ცოტა კომპლექსური პრობლემაა, რა თქმა უნდა, გარემოვაჭრობა ძირითადი პრობლემა არის ამ რა მექანიზმები გაქვთ? ჩვენ ვამოწევთ მხოლოდ იმ მეწარმეებს და იმ სუბიექტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან ჩვენთან, როგორც ბიზნეს ოპერატორები, ანუ სურსათთან შემხები მეწარმეები და რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი პირობები. და გარემოვაჭრე არც რეგისტრირდება, არც მეწარმე არ არის. შესაბამისად ამაზე კომპლექსურად მუშაობთ ჩვენ მუნიციპალიტეტებთან, პოლიციასთან, რომ ეს პრობლემა აღმოიფროს. ქუჩაში რა თქმა უნდა საშიში არის, ძალიან მაღალი რისკები არის. განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქციის, როგორც ძირთნაწარმი, ხორცი არის ძალიან მაღალი რისკები. ანუ ყველა რადგან მოთხოვნა არის შესაბამისად ამიტომაც არის ამდენი გარემოვაჭრე. რა თქმა უნდა ამას სახელმწიფო უნდა მოახდინოს ამის პრევენცია, შეუქმნას შესაბამისი პირობები და შესაბამისი სიტუაცია მეწარმეებს და მოვაჭრეებს, მაგრამ თვითონ საზოგადოებაც უნდა იყოს ძალიან უფრო იაფი უნდა ღირდეს პაკეტში და აღარ ვიტყვი. დღესაც სწავლი მოდის და
მარხვა არის ახლა და ყველა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ხორცით ხსნილია და ხალხი მოთხოვნა გაიზრდება ხორცეთ. ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ჯერ ერთი სადაც ყიდულობენ იმ რეგისტრირებულ მაღაზიებში და ბაზრებში და უშუალოდ მოითხოვა, რომ ეს ხორცი ნამდვილად დაკნული არის სასაკლაოზე, აქვს მას ჯანმრთელობის. განა ყველას აქვს ეს დოკუმენტი, ახლა თქვენ რასაც ამბობთ, ყველას ეს ჩვენი კანონმდებლობით საქონლის დაკლა ხდება მხოლოდ სასაკლაოზე. სასაკლაოზე არის სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც აკვირდება ამ პროცესს და იძლევა გარანტიას, რომ იქიდან გამოსული ხორცი არის ჯანმრთელი და ეცოს მაყურებელს მოდი კიდევ ერთხელ როგორი დოკუმენტი უნდა კონდეს ბეჭედ დარტყმული ბლანკზე, ვის მიერ უნდა იყოს ეს მოგახსენებთ, სასაკლაოდან გამოსულ ტანხორცს მოყვება ფორმა ნომერი 2, წერია რომ ეს პროდუქცია არის უნებელი და ტანხორცს აქვს დარტყმული ბეჭედი. ანუ ფორმა ნომერი 2 უნდა მოთხოვოთ ნებისმიერ ტანხორცს, რომელიც ყიდის ხორცს. ეს ფორმა ნომერი ვითვალდებულია წარმოიდგინეთ. სამწუხაროდ აქ ეს ფორმა ნომერი 2 ძალიან ისეთი დოკუმენტია, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ ახლა ამის უფრო დახვეწას. შეიძლება არაკეთი იყო კიდევაც ფაქტები და რამოდენიმე ხნის წინ დააკავეს არაკეთის მინისტერი ვეტერინარები, რომლებიც ახდენდნენ ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში ამას ალბათ დაადასტურებენ. ინფორმაცია იყო ესეთი, რომ ამ დოკუმენტის მეშვეობით რამოდენიმე ტანხორცი შეაპარეს ერთი დოკუმენტი, ანუ ის არ იყო შემოწმებული და არ იყო სასაკლაოს დაკვრული შესაბამისად. ამიტომ ჩვენ ვახდენთ, რომ ეს ყველაფერი იყოს მიკვლევადი, ანუ ჩვენ ვაკეთებთ ელექტრონულ სისტემას, რომელიც ერთი რო აღრიცხავს მთელ რაოდენობას პირუტყვის იქნება მათ ჩვენი ზენამხედველობასაც ვახორციელებთ და უშუალოდ კვლევები იქნება თუ ეს ვაქცინაცია და პლუს ის რომ მოხდება უკვე სასაკლაოზე, ეს მოხდება ელექტრონული ფორმით ჩვენს ბაზაში და იქნება მიკვლევა. განაყოლას აქვს მისაწვდომობა ელექტრონულ სასაკლაოზე ჩვენ ვარეგულირებთ სასაკლაოზე, ახლა ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ეს სრულების პერიოდი გვაქვს. სასაკლაოზე იქნება ყველგან კომპიუტერი, ინტერნეტი, ყველას ექნება ინტერნეტთან. ეს აი როგორც სასაქონლოზე დადებული პირდაპირ ხდება, არ შეიძლება მოძრაობა სხვადასხვა საქონლის თუ არ აქვს სასაქონლო ზედმეტები, ასევე იქნება რომ ხორცი ამ შემთხვევაში მაღალი რისკი. ნუ დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ესე იქნება, მაგრამ ქალბატონ მადონას მინდა გადავცე. დიახ, დავასრულო ბატონ თენგოს მიერ დაწყებულ კომენტარს, არა მარტო ოჯახის პირობებში უნდა იყოს სწორად შენახული პროდუქტი, ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტებში და ბაზრებში შენახული ვიდეო, რომელიც გავცელდა შენახული პროდუქტი. აი მე მაგალითად აი ხა სულ კარაკის კვლევა დავასრულე, სულ რამოდენიმე არ დავასახელებ, სულ ეხლა ხა დავასრულე კარაქის კვლევა და რამოდენიმე საკოლუმენო ბაზარში ესე რომ ვთქვათ, რძის პროდუქტი და თევზი და არის ერთ სამაცივრო დანადგარში. ეს არის დაუშვებელი. რატო არომატი გადაზდის გემონური თვისებები რევა თუ გრადუსებში თვისებები ძალიან მაღალი რისკია რომ მიკრობიოლოგიურად პროდუქტმა ერთმანეთი დააბინძუროს. მარკეტებში ხშირად არის ნამცხრები არასწორად განლაგებული, მაგალითად გორში ვიყავი და საერთოდ საოცრება არის, იქ მთლიანი ქუჩა არის, სადაც პირდაპირ მარკეტის წინ არის პირდაპირ ყუთები გამოტანილი და პირდაპირ ასოლზე არის დაწყობილი ტორტები, კრემიანი ტორტები. ისა ეხა გინდათ ქუჩის ბაზრობა დავარქვათ, რაც არ უნდა დავარქვათ, იქ მომხმარებლის უფლება ირღვევა და ძალიან მაღალია რისკი იმის, რომ იქ ნაყიდი პროდუქტი მომხმარებელი ერთი დღე რო არ იყიდის ასფალტზე დადებულ ტორტს, მეორე დღე ის ვალდებული იქნება, რომ ეს ტორტი შედოს დახის. ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომ ყველა ჯერ ერთი რომ მივაქციოთ ყურადღება ეტიკეტს, მასზე დატანილი ინფორმაცია, ვარგისიანობის ვადას, შენახვის პირობებს, არის სამაცივრო, ანუ ტემპერატურულ რეჟიმში შესანახი პროდუქცია, რომელიც აუცილებლად მაცივარში უნდა იყოს და ეს არ შეიძლება. ასევე მაცივრების სამწუხაროდ ხდება, რომ თვითონ მეწარმეები ამ მაცივრებს ღამით იშავენ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, დილით თავენ ამ პერიოდში ცოტა ირღვევა ტემპერატურულ რეჟიმში. არ მოგვეჭრება თუ არა პროდუქტი, მაშინ უნდა შევეშვათ მის ყიდვას. არა იცით რა არის, გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი სიტუაცია ესეთი, რომ იაფია და იმიტომ ყიდულობს რა ქნა. არა, იაფზე არა. ბევრია, ამ იაფა პროდუქციამ უფრო უარეს შედეგი შეიძლება. რომ მეთავი დაგახარჯინოს შემდეგ ჯანმრთელობას თუ დააზიანოს რა თქმა უნდა ამ მნიშვნელოვანი რადგან ბაზრებს ზოგადად ანუ ბაზრის მომწყობ ვინც არის ბიზნესი რომელიც აქირავებს ამ ტერიტორიას დღესდღეობით არ აქვს იმის პასუხისმგებლობა რომ ყურადღება მიაქციოს იქ რა პირობებში სანიტარულ ნორმას არ აქციოს ყურადღება. ჩვენ ამზადებთ უკვე ჩვენი ინიციატივით მთავრობაში წარუდგენთ დადგენილების პროექტს, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ ბაზრობის მომწყობ კი ბატონო რომ მათ მიაქციონ ყურადღება ელემენტარულ პირობებში. ანუ ეხა ბაზარში რო შევდივარ არა ვარ დაცული მისგან ბაზარში რო ვყიდულობ ჩვენ შეიძლება გვაქვს ძალიან რთული მექანიზმი ჩვენ ვაკონტროლებთ იმ სუბიექტებს იმ მეწარმეებს რომლებიც რეგისტრირებული არიან ჩვენთან. მათ თუ არ აქვს რეგისტრაცია
ჩვენი იურისდიქცია მთავრდება, ანუ ჩვენ ვეღარ ანუ საკანონმდებლო ბაზაა პირველ რიგში. თუ მავნე სურსათი აღმოვაჩინეთ, რომელიც არის მაღალი რისკი, შეგვიძლია უბრალოდ ეს სურსათის გაყიდვა აუგზავნოთ, დავულკოთ და გავარკვიოთ ვინ არის ამის პატრონი და ხო. მე მგონია ჯობია რომ დავულკოთ. ბატონო, ძალიან ბევრი მაყურებელი რეკა სამწუხაროდ ჩვენ ვერ შემოყავს დროის სიმცირის გამო. ძალიან ბევრს აინტერესებს პური, რომელიც არის ადამიანისთვის აქვს დიაბეტი, ამბობენ რომ შეღებილია. მომხმარებელი როგორ და მივხვდეთ ეს რეალურად არის თუ არა შეღებილი და ზიანს ალბათ მოუტანს ხო მათ ჯანმრთელობას. ხომ არიცით ამის შესახებ? ესეთი ფაქტები ჩვენს მიერ გამოვლენილი არ არის, ანუ პურზე ჩვენ რა თქმა უნდა ვატარებთ ლაბორატორიულ კვლევებს. ძალიან ბევრს საუბრობენ ზოგადად შეღებილ პურზე. განსაკუთრებით საერთოდ შავი პური მზადდება ბუნებრივი საღებავი უნდა იყოს გამოყენებული, ეს არის ფერმენტირებული ალაო, ჩვეულებრივი ბუნებრივი მცენარე გახლავთ პროდუქტი და ამ მზადდება შავი პური, რაც სპეციფიკურ არომატს აქვს. ეს თქვა ჯანმრთელი ადამიანის, მაგრამ დიაბეტი ეს არის სისტემური დაავადება, რომელსაც ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება. და ნებისმიერ სურსათს, რომელსაც აწერია რომ ის არის დიაბეტიკებისათვის განსაზღვრული, მას უნდა ქონდეს ჯანდაცვის სამინისტროდან სპეციალურად ცნობა აღებული, რომ ის გავლილი აქვს მას შესაბამისი კვლევები და ნამდვილად შეიძლება. ანუ დიდ მარკეტებში რაც იყიდება ასეთი პური გაკონტროლებულია და შეუძლია დიაბეტით დაავადებულ ადამიანს შეიძინოს ეს პური თავისუფლად. გააჩნია და აწერია კიდევაც ეტიკეტზე ჯანდაცვის სამინისტროს ამ ცნობის ლიცენზიის ნომერი. ანუ სულ უნდა ვიკითხოთ და ისე უნდა ვიყიდოთ პროდუქტი. ყველაზე მთავარი. რაც შეეხება პურის ხარისხს და უშუალოდ და მის შესაბამისობას იმ სტანდარტებთან, რასაც აწერენ. ჩვენ სულ ეხლახან მთავრობა მიიღო რძის ტექნიკური რეგლამენტი გადავა სხვა თემაზე, რომ ანუ ის 1 აგვისტოდან პროდუქცია, რომელიც არ შეიცავს სცენარიულ ცხიმებს, ანუ არ არის დამზადებული რძისგან, უფლება არ ექნებათ მეწარმეებს, რომ მათ დააწერონ ეს არის რძის პროდუქტი. ეს ძალიან იქნება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი მუშავდება სხვადასხვა მიმართულებითაც, მათ შორის დაწყებულია მუშაობა გაკეთდეს პურის ტექნიკური რეგლამენტი, ამიტომ ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად მუშაობს ოფიციალური სამინისტრო, ჩვენ დავიცვათ მომხმარებელი, რომ ის რასაც ყიდულობთ რეალურად ის იყოს. სანამ ვიყიდით, თქვენ გაქვთ თქვენს მიერ შემოთავაზებული რამდენიმე პუნქტი, თუ როგორ უნდა შევინახოთ პროდუქტი, ხომ? მე ახლა მივალ ჩვენს დიდ ეკრანთან და მოდი კიდევ ერთხელ მაყურებელთან და თქვენთან ერთად ჩავიაროთ ეს პუნქტები სურსათის შენახვის დროს. ესე იგი, დაიცავით უვნებელი ტემპერატურული რეჟიმი, რას ნიშნავს ალბათ უვნებელი. თუ ჩვენ როგორც თქვით, სურსათზე უნდა იყოს განთავსებული მის შენახვის პირობები, შესაბამისად არ შეიძლება რომ რძის პროდუქტები დავდოთ გარეთ ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, ან ხორცს პროდუქტები, ან ნახევარფაბრიკატები, ან მომზადებული სურსათი. ამიტომ უნდა დავიცოთ მისი ტემპერატურა, ოჯახის პირობებზე საუბარი, უნდა დავიცოთ მისი ტემპერატურა. კარგი, შემდეგი ოთახის ტემპერატურაზე არ დატოვოთ 2 საათზე მეტხანს უკვე მომზადებული საჭმელი. ან აბას ყველა აკეთებს ალბათ, ხო? შევეცადოთ, შეიძლება სუფლების დროს განსაკუთრებით ადამიანმა თავის გამოცდილებითაც ყოველდღიურად რომ ნახულობს, ან ფერს შეიცვლის, ან სუნს შეიცვლის. ანუ შეგვიძლია მაგრამ მაცივარში უნდა შევინახოთ. აუცილებელია შევინახოთ მაცივარში. კარგით, ესე იგი, ერთი წუთით ესეც ყველა. ახლა უყურეთ, ყველა მომზადებული და მალფუჭებადი პროდუქტი სწრაფადვე შეინახეთ მაცივარში, სასურველია ტემპერატურა იყოს 5 გრადუსზე ქვევით. ყველა მაცივარს აქვს ტემპერატურული რეჟიმები. შესაბამისად, არც ერთი მაცივარი არ არის, რომ 8 გრადუსია თუ არ ვწდები, მაქსიმუმი რაც შეიძლება მაცივარის ტემპერატურა იყოს. მაქსიმუმია ესა? პლუს 8 გრადუსი. ჩემსაც არ აწერია გრადუსები, აქვს 3 რაღაცა ოპცია. კი ბატონო, იქაც აი ინსტრუქციაში თუ წაიკითხავთ, ის გრადუსები შეიძლება. მაცივარშიც კი არ შეიძლება სურსათის ძალიან დიდი ხნის მანძილზე შენახვა. როგორ ყველამ ვიცით, მაგრამ ხო არის გაყინული ხორცი, გაყინული პილმენი, ხინკალი, იმას ინახავთ თვეობით. ისიც რა მაინტერესებს? ეს შეიძლება? თვითონ სურსათს აწერია მისი ვარგის შენობის რა და ანუ გაყინულ შემთხვევაშიც კი მას შეიძლება გავუვიდეთ. ეხლა ძალიან მოდური ტენდენცია არის, რომ ახალი ხილი რაც შემოდის, ან იგივე ბოსტნეული, რომელიც დავუშვათ ზამთრამდე ვერ მიდის, ხო? დიასახლისები ყინავენ მაცივარში. ეს შეიძლება? მომავალ ზამთრამდე რო გავყინო. შეიძლება ზოგადად ამ პროდუქციასაც აქვს ტექნოლოგიურად და მეცნიერულად დადასტურებული თავისი ვარგის შენობის ვარდები, რომლებიც გაყინვა ერთ-ერთი მეთოდი არის. დიახ. ანუ დიასახლი შეუძლია ჩვეულებრივად გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტემპერატურული ცვალებადება, თუ კი ჩვენ გაყინულ გამოვიღეთ. აი ეს აღარ შეიძლება შობია შეინახოს. მოვათავსებთ საყინულში ეს პროდუქტი უკვე საკობად არის. ძალიან მნიშვნელოვანია ჯურჯელი და ეს დავამატებ თქვენის ნებართვით, მაგალითად ყველა საბავშვო ბაღი შემოწვა ჩვენს მიერ, საბავშვო ბაღი. ბლოკები და ყველგან ამოვაგებიათ ალუმინის ჭურჭელი და მათ აქვთ უჟანგავი, აი ნეჟავეკას რო იზარდიან, ესეთი ქვაბები და ოჯახში სასურველია რომ ესეთ ქვაბში შევინახოთ კერძები. და პლასმასის და კონტეინერში ხო? რა თქმა უნდა, ეს კონტეინერებიც სურსათთან უვნებელია. რა თქმა უნდა. საკვებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი ეს კონტეინერი. ხო რა საკვირველია. ქვაბიც ხო არის საკვებისთვის განკუთვნილი ზოგადად, რახან გამოუშვეს. კი, მაგრამ ალუმინი შედის რეაქციაში და ამის გამო არ არის სასურველი დიდი მასში მომზადება საკვებისთვის. ემალირებული არა? ასევე დიდი ხანი შენახვა არ არის. უსაფრთხო ემალირებულია. ნუ ესე იგი ქვაბი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მაცივარში შევდგათ, თუ ის არის უჟანგავი, ხო?
ალუმინის ქვაბში დიდხანს არ შეიძლება საკვების გაჩერება, სასურველია უჟანგავია ნეჟავე გასვლა. მე მგონი ყველაზე მოსახერხებელია ყოველდღე ახალი პორცია გააკეთოთ და მაცივარი საერთოდ არ გამონა. რა თქმა უნდა, სად არის ამდენი დრო ხა ყოველდღე. ასევე ძალიან საინტერესოა მაცივარში შენახვის თანმიმდევრობა პროდუქციისა, მაგალითად ეს ძალიან საინტერესოა. რომელიც ყველაზე ესეთი პროდუქტია დაბინძურების კუთხით, უნდა იყოს აუცილებლად შეფუთული, სასურველია კონდეს პატარა კონტეინერი და მასში ჩავალაგო და უნდა იყოს აუცილებლად ქვედა თაროზე და არავითარ შემთხვევაში. ეს ვინ არის ესეთი ზემოთ გვიფუჭებს ყველაფერს. შემოვლეთ კვერცხი დაუშვათ სანამ მაცივარში რომ გავაცხი. თბილი წყლით რომ გავრეცხოთ ესე შევალ. პირველად მესმის სხვათა შორის რატომ? არა, ყოველთვის შეიძლება შეყოს დაბინძურებული გარე და მაგრამ კვერცხისთვის მაცივარში სპეციალური თაროებია განკუთვნილი. კონტეინერი სპეციალური. და იზოლირებულია. იზოლირებული მაინც კვერცხი არის ყველაზე რთული პროდუქტი, მე რომ მკითხოთ პირადად, არის თევზი. აი მისი შენახვის პირობებში ძალიან მალფუჭებადია და თან სუნს გადასცემს სხვა პროდუქტებსაც. და თუ გაქვთ რაიმე რეგულაცია და უშუალოდ ოჯახურ პირობებში გამომდება ბატონ თენგიზის ყურადღება ლაბორატორიული იმის გარეშე და უშუალოდ დაჭერის დროს თევზი თუ არის პირატული დრაკონიერული მეთოდებით თვალში აქვს სისჩაქცევები და ახალ თევზსაც და ხორცსაც ხელს რო დავაჭერთ ფოსო ძალიან სწრაფად უნდა ამოისოს ეს ნიშნავს ეს სიახლის ხორცაც ხო ესე ვამოწმებთ ხორცის დადებით და ასევე ჩვენი ორგანოლეპტიკური შეგრძნებები ძალიან მნიშვნელოვანია ფერის სუნი გემო და კონსისტენცია უნდა ამას ალბათ ნებისმიერი მომხმარებელი ხვდება მაგრამ ძალიან საინტერესო შემთხვევები ხდება ჩვენთან არაერთი ნოტიფიკაცია შემოდის საჩივრები ესე ვთქვათ სადაც წერია რომ აი ვიყიდე რაღაც ნახევარფაბრიკატი პილმენი შევწამე ქონდა ცუდი სუნი ცუდი გემო და მოიწამლე და რაღაც ჩავდი ჩინოთ იწერებიან ხოლმე ეს ძალიან საინტერესოა ამიტომ მომხმარებელმა თავის თავზე უნდა იზრუნოს პირველ რიგში და მეორე უნდა თუმცა სახელმწიფო კონტროლის როლი აქ რა თქმა უნდა უნიშნავანია იმიტომ რომ ჩვენ ყოველწლიურად აი მაგალითად 2014 წელს დაახლოებით 5000-ზე მეტი საწარმო იქნა ჩვენს მიერ შემოწმებული ანუ 2015-ში დაახლოებით 8000-მდე არის გაზრდილი მაგრამ ეს პერმანენტული შემოწმებები არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ 100%-ით მოვიცავ და იმის რესურსი არ აქვს რაღაც ეტაპზე ის მაგრამ არის სტანდარტები ბატონო არის თვით კონტროლის მექანიზმები რომელსაც დავგეგმავთ ჩვენ რომელიც ასევე ჩვენი ვალდებულებებით გვაქვს აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით რომ ის სტანდარტები რომელიც სურსაწუნებლობას შეეხება ჩვენ ნელ-ნელა გავაკეთებთ ევროკავშირს კიდევ ერთხელ მადლობა რამდენი რამე ხდება ქვეყანაში გავხდომადნა აი თქვათ ვიყიდე პილმენი რომელიც იყო გაყინული ჭამე მოვიწამლე ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ ამ შემთხვევაში პირველ რიგში მიმართავთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მათი ვალდებულებაა გადააკონტროლონ თუ არა და მე უკვე მიმართავთ თუ არა და ჩვენც ვღებულობთ ანალოგიურ შეტყობინებებს და ნებისმიერ შემთხვევას აი მე პირადად როდესაც გადამემესამართება გამიკეთებია სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხშირად ახლა ჩვენ არა ვართ რეგიონებში მაგრამ სურსათის ეროვნული სააგენტო გაიზარდა კადრები ახალი კადრები მომხმარებელთა ფედერაცია მხოლოდ თბილისშია ჯერ არა არ ვართ რეგიონებში მაგრამ ყველა ქალაქს ვერ მოვიცავთ და სურსათის ეროვნული სააგენტო აბსოლუტურად ყველა რეგიონში არის ყველგან აქვთ მათ ცუდომა და ისინი ოპერატიულად გადიან იმ ინფორმაციის გადასამუშავებლად მაშინვე ხდება რეაგირება მაშინვე ხდება ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა რაც ეხება პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო გარევაჭრობას მართალი თქვა ბატონმა ზაზამ და ბატონმა თენგიზმა ეს სამწუხაროდ არ ეხება სურსათის ეროვნულ სააგენტოს მათ უფლებამოსილებაში არ არის მაგრამ ეს არის კანონდარღვევის ფაქტი საქართველოში არსებობს კანონი რომელიც გრძალავს გარევაჭრობას მათზე არის შესაბამისი ჯარიმები დაწესებული და თვითმმართველობები დიახ უნდა გააქტიურდნენ და ამაზე უკვე სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობს და ფედერაციაც ამასთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს წარქმეული აქვს ჯანსაღგარემოში არსებობის უფლება ფიზიკურად ისინი ანტისანიტარულ მდგომარეობაში ცხოვრობენ, მაგრამ გარდა იმისა, რომ თქვათ ორგანოლეპტიკურად, ანუ სუნი გემო კონსისტენცია შეიძლება ჩვენი იყოს, თქვათ, დაზიანებული და მომხმარებელმა არ შეიძინოს, შეამჩნიოს. ამის გარდა კიდე ერთი ვერაგის საშიშროება არსებობს, რაც არის მძიმე მეტალები, გამონაბოლქვის სახით და ილექება პროდუქტზე და რეცხვის დროს შეიძლება აი სათანადოდ თქვათ ჩვენ ვერ გავრეცხოთ, იმიტომ რომ ეს გამონაბოლქვის ეთიანია და მძიმე მეტალები ბევრად საშიშია მომხმარებელს ჯანმრთელობისთვის, ვიდრე თქვათ ის ორდრიანი და სამდრიანი მოწამლა, რომელიც შეიძლება ანუ ეს ზეთიანი რო არ ირეცხება, კარგად ეგ ნიშნავს, რომ არ ეცხოს ეს და მე უნდა არა თერმული დამუშავება შორის კი, ჩვენ მაგას კანს არა ვერ დავამუშავებთ, ახლა შეიძლება ვაშლი უბრალოდ ბავშვმა გაავლოს წყალი თქვათ ის და შეჭამოს და ასევე ყავას ხო არ ურეცხავთ ახლა ხშირ შემთხვევაში იყიდება დასაფქვავი აპარატებია და პირდაპირ ჩანს მაშინ
ხალხზე და ლიმონზე ხშირად წამიკითხავს, რომ კარგად საპნით რო გარეცხავთ, მე ცივი წყალი უნდა გადაავლოთო და შემდეგ უკვე უნდა მიიღოთო. ფაშხლზეც ასე არის, პრინციპში რაც ფრიალებს ყველაფერი. ცივი წყლით გარეცხო საპნით? არა, ჯერ ცივი წყლით უნდა გავდრეცხო და საპნით ჯაგრისით კარგად, რის ფორებიდან ამოვიდეს ის ცილოვანი რაღაც ნივთიერება, რომელიც პრიალებს. მე ცივი წყალში კარგად უნდა გარეცხო და მე უნდა შეჭამო. მართალია, ბატონო თენგიზ ძალიან სულია და ეს არის ჩვეულებრივი ზეთი, რომელსაც უსვამს თვითონ წარმოებელი, რომ შენახოს კარგად რომ გამოიყურებოდეს გაყიდვისთვის. რომ გაიზარდოს, იმიტომ რომ მიკრობები არ შეიძლება ამ შემთხვევაში და ალპება ეს პროდუქცია. ანუ დამცავია ამ შემთხვევაში. მაგალითად, ციტრუსების ტექნოლოგიაც კი არსებობს, ცვილის ტექნოლოგია, ანუ ცვილის ფარდა მოედინება, სადაც გაევლის ეს ციტრუსი და ეს გარედან შემოეწრება. ეს მე არ არის ჩვენთვის აზიანო ეს ცვილი. არა ხო? უნდა გაირეცხოს, რა თქმა უნდა, ხა მანდარინს ხო კანიანა არ ჭამთ და ვაშლი უნდა გავრეცხოს. არა, სწორი თქვა ბატონო ზაზა, მიხარშება ყავა და ყავა. მაგრამ მაინც რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ მიაქცია. ანუ პირობებს მომხმარებელი, სადაც ყიდულობს, აუცილებლად მიაქციოს პირობებს. თავშემ მზის გულზე თუ დევს, საკონდიტრო ნაწარმი 100%-იანი გარანტიით იქ დარღვეული იქნება. დამეთანხმეთ, ეხლა ფაქტიურად თქვენ აბსოლუტურად ყოველ მას წერტილს ამოწმებთ, სადაც ხურცი იყიდება და თუ კი არა აქვს მას ფორმა ნომერი 2 არ ახლავს. არა მარტო ფორმა ნომერი 2, ტემპერატურა რეჟიმი თუ არ არის დაცული, ამ შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი ჯარიმდება და ხორცი შეიძლება განადგურდეს კიდევაც. პირობები, დიახ, თუ კი საკვება თუ არ გისია, რა თქმა უნდა, ნადგურდება, მაგრამ თუ კი ქუჩაში არის, აი მაგალითად კახეთში როდესაც მივდივართ, ხშირად არის გამოკიდებული. ამ შემთხვევაში სოციალურ საეროვნულის აგენტო არ ამოწმებს იმას, ვერ ამოწმებს, უბრალოდ მის უფლება მოსულებაში არ შედის, იმიტომ რომ ეს არ არის უკვე ეს ქუჩის ვაჭრობად ითვლება და ის არ არის ბიზნეს ოპერატორი. ჯარიმასაც ვერ ამოწმება და აქ სხვა რეგულაცია უნდა მუშაობდეს. ის თუ რეგულირებული არ არის თვითონ ის გარემო, სადაც ხდება ეს ვახსენე, კახეთი ვახსენეთ, ასევე მუხრანში არის და ძალიან ბევრი ადგილი არის საქართველოს, სადაც ტრადიციულად დადიან მოსახლეობა და ყიდულობენ ამ ხორცს. ბატონო, ჩვენ ამ ტრადიციებზე რაც მიშოულია ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ იქ სადაც ყიდულობენ, იქ ის მეწარმეები ჩვენც ვამოწმოთ. დიდი ბოდიშ ძალიან ცოტა გიხდება და ბოლო კითხვა მაქვს. აი აქამდე მე არასდროს გამიგია, ვთქვათ, როგორ უნდა ვიყიდო, შევინახო პროდუქტი, გარევაჭრო, კი, მზის გულზე არ ვიყიდი არასდროს ნამსხვრს, რომ ვიცი. გარეცხვის წესი არ უცნობდი, მაგრამ ცოცხალი ვარ. ეს იმაშას, რომ ადაპტაცია მე გავაკეთე, ხო? ნიტრატებზე, აი იმ გამონახულებზე. თუ მომავალში არ არის ეგრე, არ არის. იმიტომ რომ ხო მე თუ დაიფაროს ყველა ხა იქამდე თუ მივედით რომ ამან გამოიწვიოს რაღაც ისეთი შედეგი რომ ხელშესახები იყოს და უკვე ადამიანის ჯანმრთელობა სერიოზულ საფრთხე მიადგეს ან წინარმელის ამიტომ პრევენცია არის ყველაზე მთავარი. ბატონო, ჩვენ გავიგეთ ეს წესები, მაგრამ მე მინდა რომ მაინც სახელმწიფოსგან დაცული იყო, იმით რომ დიდ მაღაზიაში ვყიდულობ იყოს ხარისხიანი. გაგდოთ გარანტიას, ყველა დიდი მაღაზია. მე კიდე ძალიან მინდა ეს საჩუქარი გადავცე ქალბატონს, ბატონას, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრ ბაქტერიასთან იწვევს ბრძოლად. იმედი მაქვს რომ ეს დაგეხმარებათ ნაწილს მაინც მოვიდიოთ. ცხადია რომ თქვენი ხელით ვერ გასინჯავთ ნიტრატებს, მაგრამ იყავით მშვიდად. ყველაფერი კარგად არის, როგორც ჩვენი სტუმრები ამბობენ. გადაცემის შემდეგ ნაწილში უკვე გადავინაცვლებთ შაინინასთან და ის რაღაცა დესერტს მოგვიმზადებს. დაგველოდეთ.